საბა თქვის რომ მე ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ მასზე. შენ არავინ მადლობას არ გეტყვის მითხრა იმ დღეს და შენ არავინ არაფერს არ დაგიფასებს. მეუბნება 17 წლის საბა. და ძალიან გაოგნებული ვუყურებდი რაღაცა ეს რომ გამოვედი მითხრა რომ შენ რა გონია რომ ვინმე მადლობას გეტყვის? ნახეო, როგორ გაიცი პასუხი მაგითხვაზე? ძალიან გაოგნებული ვუსმენდი და ძალიან მართლა გულწრფელად ვთხარი რომ მადლობისთვის ვაკეთებ თქო შენ მე ეგრე მიცნობ თქო არაო შეხედეო ის შენი ვითომ შენი ტიპებიცო რა ერთად რო იბრძვითო რა ნახეო როგორ ჩასაფრებულები არიანო შენზეო საბა მეუბნება და ერთ შეცდომას არ ყვატიობენო კოცები კი არაო აი ის ტიპებიო ვინცო ვითომ თანამებრძოლები რო ხართო რა და აქო ვისთვისო თურისთვისო და მე საბას აუხსენი რა საბა სანამ პატიმრები ციხეში არიან. მე დავდე პირობა, რომ სანამ თქვენ ხართ ციხეში, არ გავჩერდები და მეთქი აი შენ თქო, ეხლა რომ მე ეს პირობა დავარღვიო. შენ მოგეწონები თქო, აი შენი შეგნებით, შენი აღქმებით ცხოვრების მიმართ. შენ მოგეწონება თქო ის დედა, რომელმაც ამხელა საჯარო განაცხადი გააკეთა იქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით, აი არ ვიცი, ნებისმიერი ჩვენგან მარიამი შეიძლება და იყოფილიყო მე ვთხარი. და მივეცი ეს პირობა და მე გავდივარ მეთქრა. შენ თქო მოგეწონებოდი თქო ამ როლში თქო.